თურქეთში ქალაქ სტამბოლში პოლიციამ დაარბია ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეები, რომლებიც დაკავებული მერის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. უკვე ერთი კვირა ათასობით ადამიანი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებას ითხოვს. 25 მარტის საღამოს გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე ისმოდა ანტისამთავრობო შეძახილები და ფრიალებდა თურქეთის დროშები. ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. მას პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის მთავარ კონკურენტად მიიჩნევენ. თურქეთში მის დაპატიმრებას საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს, რამაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღა გამოიწვია. თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და თავისუფალია პოლიტიკური ზემოქმედებისგან. 6 ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მასობრივი პროტესტი სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს გათავისუფლების მოთხოვნით. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა მომიტინგეები გააფრთხილა, არ გასცდნენ ზღვარს. ანკარაში გამართულ იფთარის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა. მიუმართავ ყველას, მათ უნდა იცოდნენ ზღვარი, შეინარჩუნონ ზომიერება და არ გადაკვეთონ ზღვარი სამართლებრივ მოთხოვნებს, შეურაცხყოფასა და ვანდალიზმს შორის. ისინი, ვინც ქუჩაში ტერორს თესავს და სურს ქვეყანა ცეცხლში გახვიოს, ვერ საწავლენ. მათი გზა ჩიხია. ექრემ იმამოღლუს ბრალად ედება კრიმინალური ორგანიზაციის მართვა, ქრთამის აღება, გამოძალვა, პერსონალური მონაცემების უკანონო ჩაწერა და ტენდერების თავის სასარგებლოდ გამოყენება. ოპოზიციის ლიდერი ბრალდებებს უარყოფს. პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც მის პატიმრობაში დატოვებას ითვალისწინებდა ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების გამო არ დაკმაყოფილდა, თუმცა გრძელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. მის დაკავებას უკანასკნელი 10 წლეულის განმავლობაში თურქეთში ქუჩის დემონსტრაციების ყველაზე მასშტაბური ტალღა მოყვა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გარშემო არსებულ შეშფოთებებს. ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანტას. მათ განიხილეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების, რეგიონში არსებული საერთო ინტერესებისა და ორმხრივი ვაჭრობის ზრდის პერსპექტივის საკითხები. მათი შეხვედრა იმ დღეს შედგა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებას მიაღწია შავ ზღვაში უსაფრთხო სანავიგაციო წესების უზრუნველსაყოფად. ეს გადაწყვეტილება მოყვა საუდის არაბეთში უკრაინასა და რუსეთს შორის გამართულ სამდღიან მოლაპარაკებებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ზავის მიღწევას ისახავდა მიზნად.